სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრები ხვალიდან დაიწყება. რა საკითხების მოგვარებას სურთ ადგილობრივებს პროგრამის ფარგლებში ნახოთ მოსახლეობის შეხედულებები. ლაითური და დაბანარუჯა იქნება პირველი ტერიტორიული ერთეულები, სადაც მერი და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილობრივებს შეხვდებიან და მათ პრობლემებს, პრიორიტეტებს მოისმენენ, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს. როგორც სოფლის მოსახლეობა აცხადებს, მათ ტერიტორიულ ერთეულებში პრობლემები და მოსაგვარებელი საკითხები მრავლადაა. შიდა გზები, გარე განათება, სოფლის ცენტრის მოწესრიგება, წყალმომარაგება, სანიაღვრე არხები. ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელსაც ისინი ასახელებენ. გუშინ იყო გამგებელი და უთხარი ისე ჩამოდის და იცის გამგებელმა მოწოდა და შეგვპირდა დახმარება. ანუ წყალთან დაკავშირებით ღელია ჩამოდის არხები რომ მარკეტება და დიახ და გითხრა რომ მოვაგვარებო შეგვპირდა და იმედი გვაქვს რომ უმუშევრობა სოფელში ახალგაზრდა კარგი ინტაცარიელ და სოფელში. აი ზუსტად მაგას ვამბობდით ახლა. აი, მაინტერესებს გზასთან დაკავშირებით ეს შიდა გზებზეა საუბარი ბავშვი. აჰა. ხალხო ტრანსპორტი მოდრო, ვერ მოდრო ტრანსპორტი, მართლობრივი. უჩი სიარული ამკებია, ხელო ჯავარდებიში. გზა გვინდა პირველ რიგში, დენი გვინდა პირველ რიგში, როგორც არის სხვა სოფლებში ისე. ანუ გზასთან შიდა გზებზეა საუბარი თუ ხო? შიდა გზებზე. აი, ასკანაში რა არის ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც გახსენდებათ და გინდათ მოგიგვარდეთ? პრობლემის მეტი რა გვაქვს, შილო? აჰა, მაინც პირველი გზები. შიდა გზებზეა საუბარი? შიდა გზებზე? აჰა. კილომეტრ-ნახევარის არ იქნება და რა ჩამოგვყანეს სვანეთიდან მის მერე მასშობით ამასთან არ გაკეთდა. ბაღდადზე ახლა გზა მაქვს. აჰა. ხო და ვიგერა ქვია, წყალი მაქვს და ინტერნეტი მაქვს და ყველაფერი მაქვს. სოფლის მხარდაჭერი პროგრამა ხოლმე თურქი დამეხმარებიან ერთ რაღაცებს ხო და თუ არ დამეხმარებიან არც მაგაზი არ მაქვს პრობლემა. მოზომილი მაქვს 9 ჰექტარი მიწა და ვერ შევდივარ, არც კანაუა გაჭირი და შესასვლელი არ მაქვს. უბრალოდ თუ დამეხმარებიან თუ არც მაგაზი არ მაქვს პრობლემა. თქვენ სოფელში ნომერ პირველი პრობლემა, რომელიც ამ პროგრამით განხორციელდება, რა გინდათ რომ მოგიგვარდეთ? რა ვიცი, რასაც მოაგვარებენ, იმასაც გავაფრთხილებ. რა გახსენდებათ? აი, ვაკი ჯვარში რა ვაკი ჯვრის ცენტრის მოწესრიგება. რა გახსენდებათ ყველაზე მეტად რომ მოგიგვარდეთ სოფელში? წყალი. წყლის პრობლემა. არ გვაქვს ამ წუთას. ტრაქტორები შემოიყვანონ. მისცენ ხალხს საშუალება რომ დაახნან იაფად და დათესონ. არაფერი საშუალება აღარაა ხალხს. ანუ გინდათ ტრანსპორტი რომ გამოიყოს შესაბამისი მიწის დასამუშავებლად. აბა თან იაფად შვირიჟდება ნამედან. სოფლის კრებების ჩატარება დაიწყება 17 თებერვლიდან, ამ წლის 17 თებერვლიდან. აქ ჩართულია თითოეული ჩვენთაგანი მერიის სამსახური, ასევე არის ჩართული საკრებულოს დეპუტატები, ასევე არის სახელმწიფო რწმუნებული აპარატი ჩართული სრული შემადგენლობით და ინფორმირებული იქნება სოფლის მოსახლეობა საიმისოდ, რომ სად ჩატარდება ძირითადი აქცენტი და ლოკაციურად ეს იქნება სოფლის ცენტრი, ჩემო და სოფლის ყველა წევრამდე იქნება, ყველა სოფლის მოსახლემდე იქნება მიტანი ინფორმაცია თუ როდის და რა ლოკაციაზე იქნება შესაბამისი კრება გამართული. იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა განსაზღვრული აქვს ძირითადად მოსახლეობის აქტიურად ჩართვისათვის, ამდენად ძირითადი პრიორიტეტების შერჩევის ავტორები არის თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა. ძირითადი წინადადება საპროექტო წინადებები მოდის მოსახლეობიდან. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა არ გამოიჩენს ინიციატივას და ვერ იქნება კრებამდე შემოსული საპროექტო წინადადება, ამ შემთხვევაში ან თვითონ კრების მიმდინარეობისას შეიძლება ჯგუფმა ან მოსახლეობამ იქვე დაასახელოს საპროექტო წინადადება, ან მერიამ შეარჩიოს საპროექტო წინადადება უკვე იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვისაც ცნობილია. ამდენად პრიორიტეტები სხვადასხვაგვარი იქნება, ყველა იმ დასახლებების ინფრასტრუქტურული საჭიროებებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სახელი.